მრავალი თვეა უკვე რაც საქართველო უპრეცედენტო ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მედიისა და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან. ოფიციალურ თბილისზე ასეთი თავდასხმები მიზნად ისახავს მათი სახელისუფლებო შტოების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. მათ შორის სასამართლო ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანის. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა აქტიურად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ევროპარლამენტთან არიან დაკავშირებულნი. ბოლო თვეების განმავლობაში სწორად იქნა ხაზგასმული, რომ 24 მილიონით დაფინანსდნენ ეს ორგანიზაციები. თქვენ ოცნებობთ ადგილობრივი ხელისუფლების დამხობაზე, რადგან ისინი თქვენ ბრმად არ გემორჩილებიან. თქვენ მათ ბრალს დებთ იმაში, რომ ისინი უბრალოდ კონსტიტუციურ წესრიგს იცავენ. საქართველოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა ან რუსეთიდან მოდის, ან ევროპიდან. საბოლოო ჯამში თუ დავაკვირდებით, ვინ ცდილობს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღვივებას, მტკიცებულებები ბრიუსელთან მეგვიყვანს. უბრალოდ შეხედეთ, თუ რა მოხდა რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები გააუქმეს. ან შეხედეთ, თუ რა მოხდა საფრანგეთში, სადაც ოპოზიციის ლიდერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.